თუ გაინტერესებთ რა ხდება თქვენს ბინაში თუ ოფისში, როცა იქ არ ხართ, გეტყვით რომ სიმშვიდეა. როცა სადმე წასულმა, კარგად იცით, რომ თქვენ ბინას თუ ოფისს დიოს დამცავი ჟალუზები იცავს. ეს არის ორმაგი ალუმინის პროფილები თერმოიზოლაციით. უფრო ადვილი და გასაგებიანით რომ აგიხსნათ, გეტყვით, ასეთი დარაბის გატეხვა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის სპეციალური ტექნოლოგიით მზადდება. შესაბამისად, მისი უნებართო გახსნისთვისაც სპეციალური მოწყობილობა და დიდი დროა საჭირო. აღარაფერს ვიტყვი ამ პროცესით გამოწვეულ ხმაურზე. სამაგიეროდ მფლობელისთვის ამ დარაბების გახსნა დახურვა ადვილზე ადვილია. მათი მართვა ფანჯრის და კარების გაუღებლად შენობის შიგნიდან შეგიძლიათ. გინდათ ავტომატურად, გინდ მექანიკურად. ამას ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის სამფის ძრავები უზრუნველყოფს. მოკლედ, მათი მოხმარება ნებისმიერ ამინდში უპრობლემო და მოსახერხებელია. საღზე მშვიდად ვარ, მაგრამ რა უყო მანქანას? ეს ხომ არანაკლებ მნიშვნელოვანია. ზოგჯერ გამიგია ამბავი, დილით მანქანის მეპატრონი კარგად გამოძინებულს გაუღია ავტომანქანის ფარეხი და სამწუხაროდ ფარეხი ცარიელი ტახტა. გამოსავალს აქაც დიო გვთავაზობს. კარი დისტანციური მართვის სისტემით არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ ძალიან მოსახერხებელია. აბა გაიხსენეთ, ქარში როგორ ვერ გაუმკლავდით თქვენი ფარეხის კარებს და 15 წუთის განმავლობაში ელოდებოდით პირველივე გავლენას, დახმარება რომ გაეწია და ფარეხის კარი დაიჭირა. ქალებისთვის ხომ მით უმეტეს, ფარეხის კართან ჭიდილი ალბათ ერთ-ერთი უარყოფითი მოვლენაა, რაც მანქანის ყოლასთან არის დაკავშირებული. თანაც თუ სახში საღამოს ბრუნდებით, უსიამოვნო აზრები და 1000 გვარი შიში გეუფლებათ, სანამ საყვარელ მანქანას თავის ადგილს მივუჩენთ. დაჯობია სიხარ შენთვის მანქანაში და ფარეხამდე 30 მეტრით ადრე დააჭერ ღილაკს და ფარეხი ავტომატურად იდება. ასევე დააჭერ მეორე ღილაკს და ფარეხი ავტომატურად იკეტება. თანაც ისე, რომ თქვენს მეტი ვერავინ ვერ გახსნის. გათვლილი ავარიული სისტემა კარის მექანიკური მართვის საშუალებასაც იძლევა. მოკლედ, თუ მშვიდი გარემო გინდათ, ამას უკვე იცით როგორ მიაღწიოთ. დიო 1000 პრობლემის მაგივრად სიმშვიდეს და კომფორტს გთავაზობთ.